პრობლემა აღარ არის, სვიად გამსახურდია, როგორც ასეთი პოლიტიკური თვალსაზრისით. პრეზიდენტ ყოფილი დღეს ბუნკერში იმყოფება და მთელი საქართველო მე ხას უსვამ, მთელი საქართველო მიუხედავად მოსახლეობას შორის გაყოფილი აზრისა, დღეს პრეზიდენტ ყოფილის ბუნკერიდან ამოსვლას ელოდება. პრობლემა არის ქართველი ხალხის, მთელი საქართველოს მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. პრობლემა არის თვითონ ქართველი ხალხი. სვიად გამსახურდია თავის დროზეც არ ყოფილა პრობლემა როგორც პიროვნება, იმიტომ რომ ის რომ ის ქართველია, საქართველოს სირცხვილი არ არის. მისნაირები ძალიან ბევრ ქვეყანაში ცხოვრობენ, ყველა ერთს ყავს ასეთი შვილი, უღირსი, ღირსეული ეს ვისაც როგორ ნებავს ისე გაიგოს. საქართველოს სირცხვილი, საქართველოს ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ ეს კაცი ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტი იყო. არის მცირერიცხოვანი ნაწილი, რომელიც დღესაც თვლის, რომ უკვე კანონგარეშე დამდგარი ხელისუფლება უნდა გაუსწორდეს ფიზიკურად ოპოზიციას, რომელიც დღეს ოპოზიცია უკვე აღარ არის და აბსოლუტური უმრავლესობაა. არის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს ოპოზიციას და არის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობაში, რომელიც ერთნაირად ცუდად არის განწყობილი კონფლიქტის, კონფლიქტს ძალიან ეს რბილად რომ ვთქვათ, ორივე მხარის მიმართ. მე მინდა სწორედ მივმართო აი ამ აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩავიხედოთ ყველამ ჩვენს გულში და არ შეიძლება თუ ჩვენი თავის მიმართ პატიოსნები ჩვენი თავის წინაშე პატიოსნები ვიქნებით, თუ ჩვენ თავს სიმართლეს ვეტყვით, არ დავინახოთ, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს ასეც უნდა მომხდარიყო, როგორი მწარეც არ უნდა იყოს დღევანდელი სინამდვილე და რბილად რომ ვთქვათ უზნეობა ორივე მხარის ერთად დადანაშაულება, მაშინ როდესაც მეორე მხარე არის ყოფილი ხელისუფლების შედეგი, ნაყოფი, რომ არ ყოფილიყო ყოფილი ხელისუფლება ასეთი, როგორიც ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვიხილეთ, მაშინ დამეთანხმებით არ იარსებებდა შეიარაღებული შეჯახების მეორე მხარეც და მაშინ არც საქართველო იქნებოდა ასეთ მდგომარეობაში. მაშინდელმა ხელისუფლებამ გეგმაზომიერად მიზანდასახულად გადააქცია მისი მხარდამჭერი ხალხი მასად. გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, ხოლო დამეთანხმებით მასად ქცეული ხალხის მართვაზე ადვილი არაფერი არ არის. მასად ქცეულ ხალხში არ დგას არც ერთი პიროვნება, იქ ბატონობს ერთი აზრი და როგორც წესი დამყარებული ეს აზრი უბნელეს ინსტინქტებზე. ისევ უბრუნდები ამ აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც არჩია დღეს ორივე მხარის სიგუას, კიტოვანის ოპოზიციის მხრიდან და ყოფილი ხელისუფლების მხრიდან იგივე გამსახურდიას ძაგება. მოდით ჩავიხედოთ ყველამ ჩვენს გულში და ვთქვათ, არსებობს კი დღეს საქართველოში მესამე ნაპირი, მესამე ადგილი, მესამე არჩევანი, სადაც რომელიმე ადამიანი შეიძლება იყოს. აი რა პოზიცია აქვს არჩეული ამ აბსოლუტურ უმრავლესობას? ყველა ჩვენგანს ჰქონდა საკუთარი ხელი, ყველა ჩვენგანს ჰქონდა საკუთარი აზროვნება. ჩვენი ხელით ზოგმა ნებით, ზოგმა დაშინებით, ზოგმა რაღაც სხვა მოსაზრებებით ხმა მივეცით ამ ხელისუფლებას. ჩვენ არ შეიძლება თითოეული ჩვენგანი არ გრძნობდეთ თავს დამნაშავედ იმაში, რაც დღეს ხდება და ამიტომ განზე გადგომა და ამ მოვლენებისთვის გარეშე თვალით ყურება, რომ შემდეგ ვიღაცა გამარჯვებულის პოზით გამოვიდეს და თქვას, აი რა გააკეთა ორმა ველურმა მხარემო, ეს არის მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ეს არის უზნეობა და თუ საქართველოს დღეს გადაარჩენს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, როგორი მკაცრიც არ უნდა იყოს ის. რაც შეეხება დღეს ფიზიკურად არსებულ პრობლემას, ის რომ პრეზიდენტ ყოფილი ბუნკერშია და იქიდან ამოსვლა არაფრის დიდებით არ სურს, მიმდინარეობს ტელევიზიის საშუალებითაც, სხვა საშუალებებითაც შეთავაზება მათთვის 1000 გვარი პირობა იქნა წაყენებული ეროვნული გვარდიისა და მხედრიონის და სხვა შეიარაღებული ფორმირებების მიერ, რომლებიც ისევ ბარიკადებს, ვიხარ ბარიკადებს აქეთ მხარეს იმყოფებიან.
მე მგონი ცოტა გადაჭარბებულიც არის შეიძლება გამსახურდიას ბუნკერიდან ამოსვლის შეფასება, როდესაც შეიძლება დიპლომატიური მოსაზრებით, მაგრამ მაინც ამას გმირობადაც თქვათ უთვლიან თითქოს ამით ვიტყუებთ ჩვენ გამსახურდიას ბუნკერიდან. მეგობრებო, მე ერთი რამის თქმა მინდა, დიპლომატიას აზრი რომ ჰქონოდა ყოფილ ხელისუფლებასთან 1 წელი, ეს ხელისუფლება ვერ გაძლევდა და 1 წელი ჩვენ ამ დღეში არ ვიქნებოდით. ახლა დიპლომატიის დრო ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ეხლა უკვე ბუნკერში მოთავსებულ ასეთ ბოროტ ძალას რაღაცას ვთავაზობთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გულახდილი, მაქსიმალურად გულწრფელი და არანაირი დიპლომატია, არანაირი ეშმაკობა აქ დასაშვები არ არის, იმიტომ რომ ეს შეიძლება ისევ ჩვენ მოგიბრუნდეს უკან, ჩვენი შვილები მოგთხოვენ თითოეულ ჩვენ სიტყვაზე პასუხს. რომ გამსახურდიამ უნდა იცოდეს, რომ უბრალოდ მას ქართველი ხალხი არ დასჯის, არ დასჯის, არა იმიტომ რომ იგი ამას არ იმსახურებს, არამედ იმიტომ რომ ყველაზე დიდი სასჯელი, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს, მას უკვე მიღებული აქვს. იგი იმყოფება ბუნკერში, 9 წლის განმავლობაში მას არ შეეძლო მთავრობის სახლის ტერიტორიას მოცილება, დღეს კი უკვე იგი ბუნკერიდან ვერ ამოდის. აი ამას უნდა ხაზის გასმა, ჩვენ ვერავის ამ თბილი დაპირებებით ნამდვილად გულს ვერ მოულბობთ, მით უმეტეს იმ ხალხს, ვინც ბუნკერშია და ამას უნდა სწორედ ხაზის გასმა, რომ მათ ჩვენ არაფერს არ ვპატიობთ.